საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, გუშინ ჩვენ ჩავატარეთ საინფორმაციო აქცია დედაენის ძეგლთან და აი მის ირგვლივ მინდა ვისაუბრო, დავინახო ვინმე, ერთი მანიშნეთ ისიც თუ ხმა კარგად ისმის, ვინმე დამიწერეთ კომენტარში, ზარის ის ჩაწეული მაგ და ხო არ მოქმედებს, არ მოქმედებს ხოლმე, მაგრამ მაინც შევამოწმოთ. Ვილა რომ არ ვისაუბროთ, ისმის ხმა? წინა ეთერს ძალიან სერიოზული დაბრკოლებები ქონდა და ძალიან ბევრი ინფორმაციები ფაქტიურად ამოჭრილივით არის. დაიკარგა, მე დღეს მაინც ვიტყვი ამ ინფორმაციებს. ისმის ჩემი ხმა კარგად მეგობრებო, ხედავ რომ ხალხი შემოსულია. ვინმე დამიწერეთ კომენტარში. კი, ძალიან კარგი. მოკლედ მეგობრებო, გუშინ ქართველთა დიდმა გაერთიანებამ პირველი საინფორმაციო აქცია ჩაატარა დედაენის ძეგლთან, ალბათ ბევრმა ნახეთ ეს პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ მე ახლა არ მეძლეოდა იქ რომ ტელეფონთან გარიყავი შტატივთან იქ თან მიმყავდა ეს აქცია, ხო და ბევრმა დაიწუნა და სამართლიანთაც რომ იქ ცოტა უფრო კარგად შეიძლება, მაგრამ იქვე იღებდა პკტივი უფრო პროფესიონალურად და იმას გააკეთებენ და ატვირთავენ. ახლა რაც შეეხება გუშინდელ დღეს, როგორ შეიძლება შეფასდეს გუშინდელი დღე? ცალსახად მე შემიძლია ვთქვა რომ აქცია იყო ძალიან აკადემიური და ერთ-ერთი საუკეთესო რაც კი მინახავს მე წელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ყველა გამომსვლელი იყო ძალიან მაღალი დონის და აკადემიური და ალბათ ეს ყველამ შეამჩნია თქვენ რომ ძალიან კარგი გამოსვლელები იყო. რა თქმა უნდა, ქონდა მინუსიც ის რომ ჯერ კიდევ კარგად ვერ გაუაზრებია ჩვენს მოსახლეობას თუ რა უბედურება ემუქრება და მაინც ალხეინად არის და იმდენად დიდი პრობლემაა რომ 10-ჯერ მეტი უნდა გამოვიდეს. რა თქმა უნდა, ეხლა არ იყო როგორც პირველ აქციაზე ცუდი არ იყო რომ საინფორმაციო აქცია იყო, ეხლა ეს არ იყო დიდი რაღაც მასშტაბური დაგეგმილი, მაგრამ თუ ვიტყვით ჩვენ რომ ეხლა 400 კაცი ეს არ არის ცუდი საინფორმაციოსთვის, თუმცა იქ უნდა იყოს 10-ჯერ მეტი, 20-ჯერ მეტი გადაშენება გვემუქრება მეგობრებო და მტრები ყავს ძალიან ბევრი. ჩემი მისვლა იყო და რავი ჩასაფრებულები არიან და დედაენის ძეგლთან დავდგი თუ არა ეს რაღაცა გამაძლიერებელი და ის არც ამომიღია ჯერ ყუთიდან, ეგრევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეგრევე დავადგა თავზე და ვიღაც დიჯეი რომელიც იქ ლუდის ფესტივალზე მუსიკას უძღვებოდა, ასე ვთქვათ, რა ვიცი, იქ დიჯეი ვიღაც. და მოდის და მეუბნება რომ თქვენ აქ დღეს აქციას ვერ ჩაატარებთ, წარმოგიდგენიათ ვიღაც დიჯეი. მე ახლა აქედან მინდა, აი ძალიან გაბრაზებული ვარ, გუშინ ახლა არ მინდოდა იქ აქციაზე ყველაფერი ველაპარაკა და მივმართო თბილისის მერს კახა კალათს. არავის განათლებაზე არ ვსაუბრობ და ვიცი რომ მთელი ცხოვრება სტადიონზე იყავი და ბურსაგორები და ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ფეხბურთელმა ფეხბურთი უნდა ითამაშოს. თუ არ იცი რას ნიშნავს, რა არის დედაენის ბაღი, ძალიან სამარცხვინოა რომ ასეთი მერი არის თბილისის მერი. როგორ შეიძლება დედაენის ბაღში ლუდის ფესტივალს მიწყობ, კაცო? იქ შეიძლება იყოს წიგნის ფესტივალი, რაღაცა ესეთი კულტურული შემოქმედებითი რა ქვია ფესტივალები, მაგრამ ლუდის ფესტივალი, აი ამის შედეგი იყო ზუსტად ჩვენ
ყველანაირად დავიწყნარით ნერვები, ვიღაცა გასაბერი ისინი გაბერა იქ ორი ვიღაცა მოვიდა 100%-იან ნამდვილად ვიცი რომ ისინი იყვნენ სპეცსამსახურის წარმომადგენლები და გამოწვევა უნდოდა ჩვენი პირდაპირ სცენის იქვე ახლო მახლობლად იქ გაბერეს რაღაცა ჩამოჯდნენ და ესე ბაკალი უჭირავთ ესე სათვალები უკეთია და ირონიულად ყველა გამოსვლაზე ესე იღიმებიან თითქოს მოწეულშიც იყვნენ მე არ ვიცი ეს რა ხალხი იყო ეს არის სამარცხვინო საქციელი ჩვენი გამოწვევა უნდათ რომ ვიღაცა იქ ნერვები ეხლა ქალი მივიდა იქ ვიღაცა და დაუშალა მაგრამ ისევ ჩვენება გამოიყვანეს და გაანებეს თავი რომ გაანებეთ თავი უთხრეს რომ ვიცით ეს პროვოკაციები იქ ეხლა არავინ ჩვენ ამ ხელა გამოცდილება აქვს ესეთ სისულელებს არ ავყვებით ყველანაირად გვიწვევენ და კარგად დაიმახსოვროს სულ ყველამ რომ კალაძე საერთოდ მოგონილი არ იყო დედაენის დაცვაზე რომ აქ ხალხს ნაბრძოლი აქვს რა და კარგად უნდა ისწავლო თუ დედაენა საერთოდ ცხოვრებაში არ გადაგიშლია უნდა იცოდე ერთი რამე მაინც რომ ეს არის სამი ღვთაებრივი ილია ჭავჭავაძის სამი ღვთაებრივი საუნჯიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ერისთვის ქართული ენა სამშობლო ენა და იქ ძალიან ბევრი პროექტების განხორციელება შეგეძლო თქვენ ამ წლების განმავლობაში ეს ფაქტიურად აი წმინდანების ენა ამ ენაზე ვეფხისტყაოსანია დაწერილი და იქ რაღაცა ბარეგამის რა ქვია ისინი დადგით რა ისეთი კაროები იქ რო რა ქვია გასართობი ისინი გარყვნილების ისინი მოაწყეთ კიდევ აი როგორ ბედავთ და დედაენის ბაღში როგორ აწყობთ ლუდის ფესტივალს ძალიან მაგრამ მოგეკითხებათ ცოტა ხანში იცოდეთ რა ჩვენ ამას არ დავთმობ და ესე არ გავატარებთ ყველაფერს წმინდა ადგილებს ესე ყველაფერს არ გაგარყვნევინებთ რა და აქეთ მოდიხართ ბედავთ და როგორ ბედავთ კიდევ რომ ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე ერის თემაზე მოდის ასეთი ძვირფასი ადამიანები ერში რომელსაც უდიდესი ავტორიტეტი აქვს ასეთი ხალხი მოდის და უბედავთ იმას რომ აქ ლუდის ფესტივალია და არ ჩაგატარებიდებთ არ ვიცი მეგობრებო აი მე ეხლა პირდაპირ ვეუბნები რომ კალაძე შენ ხარ არ ვიცი აბსოლუტურად გაუნათლებელი თუ არა მოიკითხე ვინ შენს გარეშე ვინ გააკეთებდა ამას თუ თავად არ მოაწერე ხელი ამ ლუდის ფესტივალს ვინ გაბედავდა ამას თავად გააკეთე ეს შენ და სამარცხვინო კაცი ხარ რა სამარცხვინო კაცი ხარ და თან ხალხს ატყავებენ იქ ერთი კათხა ლუდი 9 ლიტრი ღირს 10 ლარი ამ გასაცოდავებულ ხალხში ვისვავს აი ამ ასეთ ფასებში ხო და თუ ვიღაცა მართლა რაღაცა იძულებით რაღაცა იმას ჩავარდა უხერხულობაში გატყავებული უნდა წამოვიდეს იქიდან 1 ლიტრა ლუდი გამოდის 20 ლარი მეგობრებო ჩვენ გუშინ აქციაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მოთხოვნების წაყენება შეიძლებოდა მაგრამ არ დავაყენეთ ბევრი მოთხოვნები ორადორი მოთხოვნა დავაყენეთ რომ რეალურად გადასაწყვეტია და მხოლოდ ეს არის არსებული აი ამ რეჟიმის ამ ხელისუფლების კეთილინებით გადასაწყვეტი რომ იყოს სარკე კარგად დაინახოთ ესენი გემსახურებიან თქვენ და ქართველი ერის ინტერესებს იცავენ თუ არა აი პირველი მოთხოვნა ერთი მარტო ქართული ოცნება რომ ზის იქ პარლამენტში ხალხმა შეარქვა უკვე მუსულმანური ოცნება სხვათა შორის უკვე ასე უწოდებენ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოთხოვნა ეს იყო ჩვენ გუშინ განიხილოს და მიიღოს კანონმდებლობითი რეგულაცია რომლის საფუძველზეც აიკრძალება ბინადრობის მოწვევების გაცემის პროცესი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომელიც ეფუძნება მკაცრ ეროვნულ ინტერესებს უსაფრთხოების ზომებსა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას ეხლა ვიცი ისმენენ ესენი რა თქმა უნდა აბა ეხლა ჩვენ ყოველ გაფაჩუნებაზე უკან დამდევს
კაკებე და სხვათა შორის ჩემმა მეგობარმა, მადლობა ერმილე ნემსაძეს, გადმომიგზავნა მისი სამეგობრო კარგად მუშაობდა როგორც ჩანს და მთელი სახელმწიფო უშუალო სამსახურის, ესე იგი, მუშაობები გუშინდელი, ესე იგი, აქციაზე მთლიანად გადაიღეს, ყველა ფოტო მაქვს, ესე იგი, ვინ საიდან, ესე იგი, გვაკონტროლებდა და რა დღეში იყვნენ, თითქოს იქ რაღაცა ყაჩაღები ვიყავით მისულები. ნეტავი ასე იცავდეთ სახელმწიფო უსაფრთხოებას რა, მარტო ხელისუფლების უსაფრთხოებას იცავთ თქვენ. და მეორე, ეხლა ძალიან თავი რომ მოაქვს, ეხლა ამას საქართველოს პრეზიდენტი ვარო მიხეილ ყაველაშვილს, ესეც ფეხბურთელი. ეს იყო მეორე მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კატასტროფული მძიმე მდგომარეობის გამო, დემოგრაფიული მდგომარეობის გამო მიიღოს დადგენილება ყოველგვარი გამოცდების გარეშე. აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა ყველა შინდაბრუნებულ ქართველს. მე არ ვიცი ეხლა კალაძე თელი ცხოვრება არავინ დაასაყვედურებს, მე მაგას არ ვასაყვედურებ, თავის სპორტითაც მიაღწია, მაგრამ განცხრომაში ცხოვრობდა, მაგრამ ეს ხალხი, ეს ქართველები, რომლებიც მაშინ იძულებით გავიდნენ სამშობლოდან, ათეული წლები აქ ოჯახებს არჩევდნენ და მაგად გადაარჩინეს მთელი საქართველო. და დღეს ადამიანი უკან ბრუნდება პაკისტანელებით, ირანელებით, არაბებით და იმით გაავსეთ ქვეყანა ინდოელებით და ქართველ კაცს გამოცდას უწყობთ. ფულს ახდევინებთ 500 ლარს გონი, ზოგი რა ასწრებს, ზოგი რა ზოგმა დაწერა 700 ლარი იმას ქვენო გადავიხადო. და თან 100-დან 98-97% მოქალაქეობას არ აძლევენ. ჩვენი მოთხოვნა ბატონო დე-ფაქტო პრეზიდენტო, მე არასოდეს არ ჩაგდით, რომ თქვენ ლეგიტიმური პრეზიდენტი ხართ. და ამას ავხსნით ცოტა მოგვიანებით. ბატონო მიხეილ ყაველაშვილო, ხომ მიგაჩინათ რომ ქართველი ხართ? ხომ ამბობთ ყოველ შემთხვევაში რომ ქართველი ხართ და პატრიოტი ხართ? რატომ არ აძლევთ ქართველებს გამოცდების გარეშე მოქალაქეობას, კარგი დემოგრაფიული მდგომარეობა გაქვთ? აი გეკითხებით, სად არის აღწერა გასულ წელს რო ჩაატარეთ საქართველოში? რატომ ვერ აქვეყნებთ? სად არის ეს აღწერა? რამდენი ვართ ის მაინც გავიგოთ ქართველებმა? აი ქართველი თუ ხარ, ახლა გამოჩნდება. მიიღე სპეციალური დადგენილება და ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე უფასოდ შეეძლოს ნებისმიერ ქართველს, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა. და თუ ამას არ გააკეთებთ, სექტემბერში ძალიან დიდ იმას გავაკეთებთ, მიტინგს, რომ თქვენ თვითონ დაინახავთ რა მოხდება აქ. პირდაპირ მოღალატედ გამოგაცხადებთ მე. მანამდე გააქვთ დრო ეხლა და გაითვალისწინეთ, საკმარისი დრო არის ნებისმიერი ქართველი, რომელიც საქართველოში დაბრუნდება, უპირობოდ აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა. იქ მეგობრებო, ეხლა რამდენიმე საკითხი იყო, აბსოლუტურად აზრი არ აქვს, ესენი არიან ფულზე დახარბებული გარედან მართული ხელისუფლება, არის ევროკავშირიდან გრანტები გამოყოფილი, რაც მეტ მიგრანტს მიიღებ, მით მეტ თანხას მიიღებენ, მით მეტ გრანტს მიიღებენ. რა თქმა უნდა, ეს არის ეხლა გრანტებით გაკეთებული, რომ შემოიყვანონ მიგრანტები. ამას გარდა ეხლა იცით თქვენ რომ ომი მიმდინარეობს, იგეგმება ირანელი სომხების და ირანელი აზერბაიჯანელების შემოყვანა 10,000-ობით, შეიძლება დაახლოებით 100,000-მდე თითო. თან კარგად მინდა იცოდეთ, რომ აქ შემოსულ ირანელ სომხებს დააფინანსებს სომხეთის სახელმწიფო, რომ
კარგად დაფუძნდნენ, ასე ვთქვათ, მკვიდრად და ასევე ირანელი აზერბაიჯანელებს დააფინანსებს აზერბაიჯანის სახელმწიფო. არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო მე არც აზერბაიჯანელებზე და არც ოლქებზე, მაგრამ ჩვენ ირანიდან და ირანელი იმებს ჩვენ ახლა ნამდვილად ვერ მივიღებთ. ერთადერთი გუშინაც დასვეს ეს შეკითხვა, ერთადერთი ჩვენ აუცილებლად თუ გაუჭირდებათ ჩვენ ფერეიდნელ ძმებს მივიღებთ და გუშინად თქვი მე რომ პირადად ჩემი აზრია, სადაც ძალიან გვიჭირს ეთნიკურად, თუნდაც სამცხე ჯავახეთში სიამოვნებით ჩავასახლებდით ფერეიდნელ ქართველებს. დანარჩენი საქართველო იმდენად მცირერიცხოვანი ერია, რომ დღეს არავის მიღება აღარ შეუძლია და ჩვენი დევნილები, რომელიც საკუთარ სამშობლოში ათეული წლებია დევნილები არიან, ისინი ვერ დაგვისახლებია და ეს ნაძირალა კალაძე, აი კახა თქვენ გეუბნებით, ქოხებს უნგრევ ქართველ ხალხს, გაჭირებულ ქართველებს ქოხებს უნგრევ, ეს ვიდეოები ყველას ნანახი აქვს და შემოყავს, აშენებ და აშენებ ამ კორპუსებს. ვის უშენებ? შენ რა თქმა უნდა ყველგანა გაქვს საკარი და წახვალ სასახლეები. ქართველ ხალხს რა ეშველება, ამათ ბავშვები სად უნდა გაუშვან გეკითხებით. რა ხალხი შემოყავთ ეს ისლამური სახელმწიფოებიდან? ეს ხო ყველა მიცს რომ არავინ კარებს არ უღებს ამ სახელმწიფოებს. არც ერთი ნორმალური სახელმწიფო ამათ ვიზას არ აძლევს. ტერორისტები, მკვლელები, 250 მილიონიან ისლამური ქვეყნებს გაუხსენით მეკობრეებს და იმებს. რატომ წაშალეთ? ვინ იმუშავა იმაზე გუშინ რაც მოხდა იქ რუსთაველზე ამდენი ის რო იყო გადაღებული, სულ ყველგან რო გაააქრეთ. აი კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოაქვეყნეთ, გასული წლის აღწერა. ბიუჯეტიდან ფული ხომ დაიხარჯა, ვალდებულები ხომ ხართ. გამოაქვეყნეთ, უნდა ვიცოდეთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი მშველელი არავინ არ არის. ერთადერთი მე იმაზე მწყდება გული, გუშინაც აი იმ აქციაზე, რომ უნდა გამოფხიზდეთ მეგობრებო. თქვენ ხვალ ამის საშუალება აღარ გიქნებთ, ვეღარ გიშველით, ვეღარ გიშველით. ძალიან ცოტად რო გვაქვს დარჩენილი. დაინახავთ თქვენ შვილებს ვეღარ გაუშვებთ გარეთ. თქვენ არიცით ესენი რა მოძალადეები არიან, ვინც შემოდიან ეს აფრიკული ქვეყნებიდან. თქვენ არ გინახიათ ეგენი ჯგუფ-ჯგუფად რას წარმოადგენენ. ვერავინ ვეღარ გაუშვებთ შვილებს გარეთ. და ეგ გინდათ? ესენი ვინც ამას აკეთებენ, ფულზე დახარბებული ვაჭრები არიან. ესენი არ არიან პოლიტიკოსები. ესენი არ არიან ქართველები. ამათ ქართული სული არა აქვს. ემათ გაყიდული აქვს ყველაფერი. კალაძე რა ქართველია? არ მინდა ეხლა ყველაფერი ვილაპარაკო. გაიკითხეთ ვინ არის დედამისი. არავინ არ არის ქართველი აქ, სუფთა ქართველი. გვარ გადაკეთებული ეროვნება შეცვლილი, გამყიდველები გვიზის ხელისუფლებაში, ერთი სული აქვს როდის დაასამარებენ საქართველოს. და ჩვენ ვერავეს ვერ გიშველით, თუ თქვენი თანადგომა არ იქნება. ჩვენ საფრთხეში ვართ, რო იცოდეთ. და ჩვენი საფრთხე კი არ გვადარდებს კაცო. ჩვენ ვეღარ გიშველით მე. არავის არ ეგონოს, აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავ, უზარმაზარი კომპრომატები გო ყოველი თქვენგანზე, ყოველი მინისტრზე, ეს მე კი არა მაქვს მარტო, გამრავლებული გვაქვს, ძალიან დიდი რაოდენობით, ერთს მოკლავთ, მეორე გაავრცელებს, იმ წუთში გავრცელდება ბლოგერების მიერ. აი რასაც წარმოადგენთ თქვენ. არ გეგონოთ, ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის თქვენს წინააღმდეგ, სამართლიანი გზებით, რაც აგაქვთ ჩადენილი ცუდი საქციელები, ყველაფერი დაიდება, თუ ჭკუაზე არ მოხვათ. გაანებეთ ქვეყნის ღალატს თავი. ჩვენ მეგობრებო, ქართველთა დიდი გაერთიანება ყველანაირად გვიშლია ხელს, მაგრამ ყველანაირად ვცდილობთ
ალბათ აი ამ დღეებში უკვე გვექნება სტუდია, ტელესტუდია, იცით რომ ჩვენთან ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაქარია როჭიკაშვილი არის თანადამფუძნებელი ტელეკომპანია PKTV-ის, ვიცი ამაზე შეიძლება მიიტანონ იერიში, მაგრამ სხვა უფრო მაგარი კანალების გვაქვს, ასე ვთქვათ, სხვა ვარიანტები, არაფერი არ გაუვათ არც აქ. ჩვენ დავიწყებთ ყოველკვირეულ პოლიტიკურ თოქ-შოუებს. ეს არ იქნება იქ რომ ეს რა ქვია იმედი და ტv პირველი და ინგა გრიგოლიები და გათახსირებული ჟურნალისტები რო აწყობდნენ ხოლმე და ამათ რომ საქართველოს ბედი აწუხებდეთ, არც ერთი ტელევიზია 150 ტელევიზია გონი არავინ არ მოსულა გულში. ჟურნალისტიკა მკვდარია საერთოდ და ამას ნახავთ თქვენ როგორ გავაცოცხლებთ ნამდვილ ჟურნალისტიკას. ჟურნალისტი იყო საქართველოში ნაზი შამანაური, რომელსაც წამებით ამოხადეს სული, ახალგაზრდა გოგოს, ახალგაზრდა ჟურნალისტ კომუნისტების დროს და ჟურნალისტი იყო ირაკლი გოცირიძე, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გამოსცემდა იბერიას ბეგ ჩემი თაობისა და ხალხს ალბათ ბევრს ახსოვს, ტყვიები ეცემოდა მის მაგიდაზე, მაგრამ უკან არ დაუხევია და მართალი სიტყვას ყოველთვის ბეჭდავდა იბერიას ბეგში. ორი შვილი მოუკლეს და ბოლოს უკვე აღარ ეყო ძალა საწყალკაც, მერე ბოლოს თვითონაც გარდაიცვალა. აი ეს იყო ჟურნალისტი. დღეს ჟურნალისტიკა მკვდარია და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ნამდვილი ჟურნალისტიკა გავაცოცხლოთ. და ყველაფერს აბსოლუტურად ეს იქნება ისეთი გადაცემა, ისეთი პოლიტიკური თოქ-შოუ, პირდაპირ აბსოლუტურად რომ ყველაფერს ზუსტად მოისმენთ, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ამავე დროს ჩვენ ყოველ 2 დღეში ერთხელ როგორც შევძლებთ, გავაკეთებთ გადაცემებს ძალიან საინტერესო თემებზე, აი ეს გვაქვს ჩაფიქრებული და რა თქმა უნდა ეხლა გავაგზავნებთ ჩვენ რეგიონებში სიარულს, ქსელების გაკეთებას, ძალიან ბევრი ერთიანდება უკვე და ეს გვაძლევს ყველაზე დიდ იმედს. იქნება მალე ეხლა ამ დღეებში ალბათ კიდევ გადავიყავით ფული და კიდევ თუ არ დაგვიბლოკეს ანგარიში, ნახოთ, მაგრამ მინდა უთხრა მათ, კიდევ თუ გაბედავენ და ყველა სამართლებრივ გზას მოგვისპობენ, ყველა სამართლებრივი გზის მოსპობის შემდეგ არსებობს სახელმწიფო აჯანყება და მერე ხალხი ამათ ლინჩის კანონით გაასამართლებს. ეს კარგად დაიმახსოვროთ ამან და ამათ არ ეგონოთ მერე რომ უმაღლესი სასამართლო და ეს რა ქვია მურუსიძე და ჩიჩალაძეს სასამართლო გაასამართლებს. არა ბატონებო, მერე ლინჩის კანონით ქართველი ხალხი გაგასამართლებთ მერე. მოკლედ მეგობრებო, თქვენს გარეშე ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ, ჩვენ ერთად უნდა მოვამზადოთ ეხლა დავთქვათ 1 რიცხვი სექტემბერში, როდესაც დაბრუნდება მთელი მოსახლეობა თბილისში და უნდა მოვაწყოთ ძალიან მასშტაბური აქცია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ ძალიან დიდი სტარტი, გადავწყვიტოთ ამ ქვეყანაში ყველაფერი. აი ეს არის ჩვენი თხოვნა ქართველთა გაერთიანების, რომ ამოგვიდექით მხარში ერთად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. და ისე არ იყოს მერე რომ ვიღაცამ სახლიდან უყუროს და აქ კლავიატურაზე აკაკუნოს. ემის დროს ძალიან მალე დაგისრულდებათ თუ დროზე არ გამოფხიზდებით. იმედი მაქვს ქართველი ხალხი გაიღვიძებს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ეგ იცოდეთ რომ ჩვენ ეს 4-ეული ვინც აი ეს ქართველთა გაერთიანება დავაფუძნეთ, ვერავინ ვერ მოგვისყიდის, ჩვენი სული არ იყიდება, ეს იცოდეთ და არ არსებობს ძალა რაღაცა რომ ჩვენ შეგვაშინოთ. და თუ ჩვენ ვიღაცას, თუ ჩვენს ლიკვიდაციას გაბედავს, ჩვენ ყავს ის ხალხი, ვინც ამას ღირსეულად გააგრძელებენ მერე. და ამას არავითარი შედეგი არ ექნება მათი მხრიდან. ამის იმედი არ გქონდეთ. მადლობთ ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ვითანამშრომლოთ მეგობრებო. მობილიზება უნდა გავაკეთოთ ერთიანი, დავამთავროთ ეს პარტიული რაღაცა გამოსვლები, აღარ არის ახლა პარტიების დრო,
ყველა ქართველი უნდა დავდგეთ ერთად. კი ბატონო, ნებისმიერი პარტია შემოვიდეს, მე ეხლა იმ დღეს რა ვიცი, შეიძლება თუ არ დავასახელე, ალბათ დავასახელე მაინც. ბატონ გაიოზ მამალაძემაც მომართა რომ ხარს გიჭერთო ჩვენი პარტიაო. დიდი მადლობა მას, მამულიშვილი აი ამ პოზიციისთვის, ვიცი რომ კარგი ადამიანია. ძალიან ბევრი მეგობრობს ჩვენთან, ასევე მე ყოველთვის მადლობას ვუხდი ხოლმე, ჩემი მეგობარია კახაკაო ყოველთვის გვეხმარება და ნებისმიერი ვინც კი გვერდში დაგვიდგება, რა თქმა უნდა, აქ პარტიები ვერ იქნებიან, მაგრამ ნებისმიერი ვინც დაგვიჭერს ხარს, ყველა ვიქნებით ერთად. ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს საქართველო. მადლობთ ყურადღებისთვის, ალბათ ღმერთი შეგვეწევა, ღმერთი იქნება ჩვენთან, ნამდვილად ვიცი რომ ღმერთი არის ჩვენთან ამ წმინდა საქმეში, ასეთი რამე არ გაკეთებულა საუკუნეების მანძილზე და ქართველთა დიდი გაერთიანება, რამაც უნდა გადაარჩინოს საქართველო. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. მადლობთ მეგობრებო. გააზიარეთ რაც შეიძლება.